გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დავბრუნდით დიდხანიანი პაუზის შემდეგ და დღეს წარმოვიდგენთ კვადროს მოტორის ამოღებას, იმიტომ რომ ხედავთ მოტორის სადგომია გადახილი და დავასვარგავთ. ამ მოპედის საწყობაც იქნება ბევრი არაფერი არ ეჭირს, სვეტჩის რეზბა არის მხოლოდ მოღლეტილი და მაგასაც დავდებთ. ამ მოტოში ჩავდგათ 250-იანი მოტორი. ახლო მომავალში მოტორი გვაქვს. ეხლა დგას 140 კუბიანი. ამოდ გასამართია. დადის ჩაულები გვაქვს. კარგით ახლა შეუდგები კვადროს დაშლას და ვიდეოებს ჩავსვამ. ჩვენი კვადროც ავაყირავეთ. ეხლა მოიხსნება კრუჩთების ბოლტები, ეს 4 ბოლტი. კარბურატორიც მოიხსნება, რომ გამოვიდეს მოტორი და მერე მოხსნით ამ ქვედა პანელს რა. სად არის გადახილი, აი ამ ადგილებში გადახილი და დადუღებას საჭიროებს რა. მოკლედ მეგობრებო, ძრავი ამოღებულია. ესე გამოიყურება. აი ეგ არის გადახილი. ეს ვით უნდა ვადუღე, მაგრამ მოტორი როიდო არ დადუღდა კარგად. აი ესე მოიხსნება აქა და 2 წელს აქვს აქეთ. ეგენი მოიხსნება და ესაც დადუღდება. და პლუს ზევითა სამაგრი მოეცადეთ, განახოთ. აი ეს არის გადახილი. ვაფშე ახალია. ან საიდელია ასაწყობი. ესეთივე უნდა გაუკეთდეს აქეთ. და ნახოთ როგორი გამოვა. ეხლა მოვხსნი აი ამ პანელს. ეს პანელიც მოვხსნით მეგობრებო. ეხლა მოვიღებ. თუ ამოვიდა. ეს პანელიც მოიხსნა. აი ხედავთ ხופში გადამტროული რო არის. აქეთაც იყო ცოტა მიდუღებული აქ. და ეს უნდა ანახალი ან დადუღდეს რა. როგორც გამოვა. ესე გამოიყურება დაშლილი კვადრო. კვადროს ძრავი. ამის ვიდეოსაც ჩავწერ როგორ ავაწყობთ. ეს იყო რა მორჩა ჩვენი ვიდეო. გაკეთებას ვიდეოსაც დავდებთ.